გადაღლილი, გამოფიტული, გადასტრესილი თანამშრომელი საქმეს კარგად ვერ გაიკეთებს. მე სულ მუშაობ და ეს კარგი არის აბსოლუტური სისულელე. სიძლიერე კი არ არის, სისუსტეა. პიროვნულადაც ცუდია და სოციალური კავშირებისთვისაც და თვითონ საქმისთვისაც. შვებულება რატო აუცილებელი? რაც გვეუბნება მეცნიერება და ასევე გეტყვით როგორ უნდა დაისვენო სწორად. კვლევებით გამყარებულ აზრებს გაგიზიარებთ. შენ თუ არ იბრძოლე საკუთარი დასვენებისთვის, არავინ არ მოვა და გეტყვის რომ მიდი დაისვენე გჭირდება. არა, გიწევს რომ იბრძოლო ამისათვის. ეს ყველა შვებულება და არ დადეგები ერთნაირად. ვარ ჩაგვიტარებია, არა? ზოგჯერ უკეთესად დავისვენეთ, ზოგჯერ უარესად. რა ხდებოდა ამ დროს? არის ერთი ნიუანსი. გვიყურე ხუთშაბათობით TBC-ის YouTube-ზე. დიდი ხნის წინანდელი ამბავი კი, მაგრამ ხშირად მახსენდება ხოლმე. ერთმა გოგომ მითხრა, საქმიანი ურთიერთობა გქონდათ მარკეტინგულ კამპანიას უკეთებდით და რაღაცას მოაყოლა, რომ მე ამდენს მუშაობო, შობიარობის დროსაც კი მუშაობდიო. საკაცით გამოვყავდით უკვე პალატაში, მივდიოდი რომ ბავშვი გამეჩინა და ხელში ტელეფონი მეჭირა და ვრეკავდი და საქმეებს ვაგვარებდიო. როგორც კაი რაღაცა ისე თქვა. იამაყამითი. იმის მე აღარ მინახავს, ის ბავშვი ალბათ უკვე რა ვიცი, 17-18 წლის არის და დრო ვფიქრობ ხოლმე რომ ნეტა როგორ არის, მშობლებთან რა ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ განაკირა ჩემი საქმეა, ახლა რა სისულელეა, მაგრამ მაინც რა ვიცი. ფიქრობ ხოლმე რომ არ ამგონია ეგ მიდგომა სწორი იყოს. არა მარტო მშობლობის კუთხით, არამედ საქმის კეთების ხრივაც. დასვენება ხო გინდა ადამიანს? ხო გჭირდება. თან იმიტომ რომ ეს კი ძალიან ექსტრემალური მაგალითი მოვიყვანე, ნამდვილი ამბავია, არ გაგიკვირდება თქვენც იცნობთ ალბათ ეგეთ ხალხს, მაგრამ ჩვენ თვითონაც ეგრე ვართ ხოლმე ხშირად, რა ვიცი, მე ეგრე ვარ, რომ უცებ რო მოეშვები და დანაშაულის გრძნობა რო შეგიპყრობს, რომ ეხა მე რაღაცას არ უნდა ვაკეთებდე, აუ ეხა იქ ის ამაკ დასამთავრებელი საქმეს ვინ მიხედავს. ამიტომ გადავწყვიტე მეცნიერულად მივხედო მაგ საკითხს. მაგისთვის არა მაქვს ვიდეოების ეს სერია, რომ უბრალოდ აზრები კი არ გაგიზიაროთ, არამედ კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრებები მოგიყვეთ. ამიტომ ახლა ვილაპარაკებთ დასვენებაზე, უფრო კონკრეტულად არ დადეგებზე, იმიტომ რომ საფხულია და რა მგონია რომ ბევრისთვის საინტერესო იქნება. ხო და რას გვეუბნება მეცნიერება? საჭიროა ხო ეს დასვენება? აუ კი, და მანდ კიდე ბევრი ნიუანსია. ვიდრე არ დადეგებზე გადავალთ კიდე ერთ ჩემ წუხილს გაგიზიარებთ, რომელიც დრო მაწვება ხოლმე. კარგ ხნის განმავლობაში, პრინციპში ეხაც ესე ვარ, შურდა ხოლმე, როცა ძველ საბჭოთა ფილმს უყურებდი, ან წიგნში ვკითხულობდი, რომ ვიღაცა მოვიდა სამსახურიდან და ეხლა სახლშია. აღარ არის სამსახურში, მუშაობა მორჩა, ეხლა სახლის დრო არის. იმიტომ რომ კარგ ხნის განმავლობაში ეგ გამოცდილი არ მქონია, იმიტომ რომ ჟურნალისტად მუშაობდი და თქვი ჟურნალისტების საქმე ხო იცით, როგორ არის, მოვლენებს არ აინტერესებთ, რომელი საათია და კვირის რომელი დღეა, მზად უნდა იყო, რომ გააშუქო დასვენების დღეა თუ რა არის, პირიქით ხშირად უფრო მეტი მუშაობა გიწევს მაგ დროს. მაგრამ ამასობაში მივხვდი, რომ ყველა სხვა პროფესიაც წამოგვეწია. ადრე უფრო რა ვიცი, ჟურნალისტები, ექიმები, კიდე რამდენიმე პროფესია იყო ესე, რომ დილა საღამო და დასვენების დღეები არიცი. ეხლა ყველა ეგრე ვართ. ადრე ოფისის სამუშაო იყო, რომ მორჩა სამუშაო, წახვედი სახლში, ეხლა არა, არასდროს არ მორჩა. მეილები მაინც მოგდის და ტელეფონზე ნოტიფიკაციები მაინც გიწყარუნდება. და არა, აქ მნიშვნელობა რომ ამ დროს შეიძლება ან ოჯახთან ერთად სადილობ, ან მეგობრებთან ერთად ბარში ხარ გასული. არა, საქმე არ მთავრდება არასდროს. ხო და სოციოლოგებმა აი ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ციფრული ეპოქის დადგომამდე დაიწყეს 1990-იანი წლებიდან. ერთი ძალიან გავლენიანი ნაშრომი არის ქრისტენა ნიპერტ-ენგის ქვია სახლი და სამსახური, სადაც მან ჩამოაყალიბა საზღვრის თეორია. და ეს მერე ერთ-ერთ წამყვან მიდგომად იქცა ამ სფეროში. ნიპერტ-ენგმა აჩვენა, რომ ადამიანები ვცდილობთ გონებრივი ფიზიკური და რიტუალური საზღვრები დაუწესოთ სახლსა და სამსახურს. ანუ ამ ორ სივრცეს შორის კედელი ამოვაშენოთ. იმიტომ რომ გვჭირდება ეგრე. ძალიან საინტერესო კვლევა იყო, სადაც ერთი მაგალითი იყო ესეთი, რომ ტიპს ჰქონდა ორი გასაღების აცმა. ერთი იყო სამსახურის გასაღების აცმა, მეორე იყო სახლის. სხვა ტიპი იყო, რომელსაც ორი საფულე ჰქონდა. ერთში ვთქვათ, რაღაცა ბარათი იყო გასაღები, რომელთაც სამსახურში შევიდო და მეორე სახლის. გზა არის ხოლმე თურმე მნიშვნელოვანი არა, აქ მნიშვნელობა ავტობუსით მიდიხარ სამსახურში და სამსახურიდან ბრუნდები თუ მანქანით, ერთგვარი რიტუალია, რომელიც გეხმარება, რომ ერთი სივრციდან მეორეში გადახვიდე, არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურად და სამსახურის პერსონიდან სახლის პერსონად გარდაისახო.
ოღონდ ადამიანები ხო განსხვავებულები ვართ და სხვადასხვა საჭიროებები გვაქვს, სხვადასხვა ტიპები ვართ და ნიპერტენგმა აქ მუშაკების ორი დიდი ჯგუფი გამოყო. სეგმენტატორებს და ინტეგრატორებს უწოდებს. სეგმენტატორებისთვის, ანუ სეგმენტებად ვინც ყოფს ცხოვრებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საზღვრები იყოს მკაფიო. შეიძლება თქვენი თავი გეცნობათ, შეიძლება სხვა იცოდეთ ეგეთი, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც სამსახურის საქმეს სახლში არ წამოიღებს და პირიქით. კოლეგებს საღამოს დასალევად არ გაყვება და მით უმეტეს სახლში სტუმრად არ მოიწვევს. სამსახურში რო არის სახლის საქმეებზე არ ილაპარაკებს. მაგრამ არის მეორე ტიპის ხალხი, ინტეგრატორებს უწოდებენ, რომლითაც ეს საზღვრები არ არსებობს საერთოდ, გადაზელილია ერთმანეთში. ორი სამყარო კი არ არსებობს, ერთი სახლი და მეორე სამსახური, არამედ ერთი და ყველაფერი მაგაში შედის. ოღონდ აქ იმაში არ არის საქმე, რომ ერთი ჯობია ან მეორე გინდა პიროვნული განვითარებისთვის და გინდა საქმის კეთების კუთხით. ეგ არის, რაც არის, ორი ტიპის ხალხია და ორივეს სხვადასხვა მიდგომა ჭირდება. იმიტომ რომ თქვათ, ინტეგრატორს არ აქვს პრობლემა, რომ საღამოს 9 საათზე იჯდეს და სამსახურის მეილები წეროს. არანაირად მაგისთვის სახლი და სამსახური ერთია, მაგრამ ამავე დროს უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს თუ შუა დღეზე გამოვა სამსახურიდან და წავა ბავშვს მიაკითხავს სკოლაში და 1-2 საათი მასთან ერთად დაჰყოფს. ანუ თუ ეს ინტეგრატორი იძულებული არის რომ კაფიოდ განსაზღვრულ დროით ჩარჩოებში ჩაჯდეს, არ გრძნობს თავს კარგად და არც ოპტიმალურად მუშაობს და არავისთვის არ არის კარგი. სეგმენტატორი არის პირიქით. მივიდა სამსახურში, სამსახურშია, აკეთებს სამსახურის საქმეს, მორჩადრო, ამიტომ საღამოს თუ Zoom-ში შესვლა უწევს, მაგისთვის დიდი პრობლემა არის. შფოთავს, ღელავს. და ნახეთ რამხელა პრობლემაა, როცა ეს სეგმენტაცია თითქმის ყველა ოფისის მუშაკისთვის აბსოლუტურად წაშლილია უკვე. ჯერ კოვიდის დროს დაიწყო ეგა. სახლიდან მუშაობდა ამდენი ადამიანი და იქ ახლა საზღვრების დაწესება, რომ სად სახლია და სად სამსახური ძალიან რთულია. მაგრამ პანდემია მორჩა და ეს საზღვრების გადღაბნა არ დასრულებულა პირიქით. დღეს რა ძალიან ბევრი სამსახურის უფროსი ელის, რომ მისი თანამშრომელი სულ ადგილზე უნდა იყოს. ანუ შეიძლება ფიზიკურად ოფისში არ იყოს, მაგრამ 8-ზე 9-ზე Slack-ში იქნება თუ WhatsApp-ში იქნება თუ Messenger-ში იქნება თუ email-ს უნდა უპასუხოს, ანუ ფაქტობრივად არასდროს უნდა იყოს სამსახურს გარეთ. და ეს ვითარება პიროვნულადაც ძალიან ცუდი არის და საქმისთვისაც არ არის კარგი. გადაღლილი, გამოფიტული, გადასტრესილი თანამშრომელი საქმეს კარგად ვერ გაიკეთებს. ხო და აქ მივადექით საკითხს, რომ კაი, ცუდია, ანუ რისთვის ვლაპარაკობთ, რომ ვაიმე რა საშინელ დღეში ვართ, გამოსავალი რა შეიძლება იყოს. და რაღაც რჩევებს გვაძლევენ, რომ მენეჯერებთან და ოჯახის წევრებთან უნდა დაალაგო და მკაფიოდ გქონდეს განსაზღვრული, რომ ამ დროს სამსახურში ხარ, ამ დროს სახლში ხარ. თუ სახლიდან გიწევს მუშაობა, რაღაცა ფიზიკური სივრცე უნდა გქონდეს შემოსაზღვრული, რომ იქ რო ხარ, მუშაობ და იქიდან რო გამოდიხარ, აღარ მუშაობ. შეიძლება ტექნოლოგიას დაგეხმარო სამხრივ, რომ ორი ბრაუზერი გქონდეს და ერთში არის სამსახურის მისამართები და მეორეში სახლის მისამართები. მაგრამ ხა ბოლომდე გულწრფელები რო ვიყოთ, ეს რჩევები კარგია, მაგრამ ძალიან რთულია ამის შესრულება. იმიტომ რომ არ არის ყველას უფროსი და მენეჯერი საზღვრის თეორიის მიმდევარი და მიუხედავად იმისა, რომ რაც ახლა ვთქვი, ანუ ცხადია რომ ეგრე არის განსაკუთრებულ კამათს ამასთან დაკავშირებით არავინ დაიწყებს, მაგრამ ძალიან დიდია ცდუნება მენეჯერის მხრიდან, რომ აი თანამშრომელს მიწერა, რომ აი სასწრაფოდ ეს პოსტია დასადები, მე რა რომ შაბათია, ეს შეკითხვა შემოვიდა და მოდი ახლა ვეუპასუხოთ. ზოგ ქვეყნებში სახელმწიფო საფრანგეთი არის, ესპანეთი არის, ავსტრალია და კანადის ზოგი პროვინცია. სახელმწიფო გეხმარება, რომ დაყოფილი გქონდეს სახლი და სამსახური. კანონები მიიღეს, რომლის მიხედვითაც დამქირავებელს ევალება, რომ კაფიოდ გქონდეს აი კომუნიკაციისთვის საზღვრები დაწესებული თანამშრომლისთვის და კანონით აქვს აკრძალული, რომ ან საყვედური გამოუცხადოს, ან შენიშვნა მიცეს, როდესაც ის სამუშაო საათების შემდეგ კომუნიკაციას არ უპასუხებს. მაგრამ კიდევ ერთხელ რთულია რა, მარტივი პასუხი მაგაზე არ არსებობს, იმიტომ რომ რამდენია რომ სახლიდან მუშაობა გიწევს კი არა, შეიძლება პლაჟზე იყო წამოწოლილი სადღაცა და ამ დროს მესიჯებს წერდა, იმიტომ რომ აუცილებელია და საჭიროა და შეხვედრაზე გიწევს რომ ჩაერთო. ახლა პლაჟი ვახსენე, გადავედით ახლა არდადეგებზე და ვთქვათ, რატო არის აუცილებელი? შვებულება რატო აუცილებელი? რაც გვეუბნება მეცნიერება და ასევე გეტყვით როგორ უნდა დაისვენო სწორად, კვლევებით გამყარებულ აზრებს გაგიზიარებთ. ძალიან უხეშად რო ვთქვათ, მე-18 საუკუნემდე ადამიანის უმეტესობის საქმიანობას არეგულირებდა ბუნება და წელიწადის დროები. ყანაში გასulis დროა, გადიხარ ყანაში. ცივა, სახლში რჩები. ასევე არის უამრავი საეკლესიო დღესასწაული, რომლის დროსაც მაინდა-მაინც არ მუშაობ. მაინდა-მაინც ვამბობ, იმიტომ რომ საქმე მაინც არის გასაკეთებელი, მაგრამ მაგ დეტალებში ნუღა ჩავყვინთავთ.
ინდუსტრიული რევოლუციის მერე ადამიანების დიდი ნაწილის საქმიანობას უკვე არეგულირებს მანქანა. მიდიხარ ქარხანაში, არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის დრო როგორია, რა ამინდია, ასე შემდეგ და მუშაობ. და კი კაი დაჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა დამსაქმებლების და სახელმწიფოც მიხვდა, რომ თანამშრომლებმა ხანდახან უნდა დაისვენონ. აუცილებელია ეგა. მიხვდნენ არა რაღაც ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ან იმიტომ რომ გულკეთილები იყვნენ, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ გადაღლილი ადამიანი შეცდომებს უშვებს, შეიძლება რაღაცა გააფუჭოს, შეიძლება თავს დაუშაოს რამე. ხშირ შემთხვევაში შეიძლება თავს დაუშაოს, მაინც მნიშვნელოვანი არ იყო ქარხნის მეპატრონისათვის, მაგრამ აი აპარატურა ფუჭდება, უფრო მნიშვნელოვანი იყო და ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა კანონები მიიღეს, რომელიც ავალდებულებდა დავსაქმებელს და ზოგ შემთხვევაში თანამშრომელსაც რო გარკვეული დრო შვებულებისთვის აუცილებლად აეღო. დღეს როგორც უკვე თქვით, უამრავი სხვადასხვა პროფესიისთვის აი ეს აუცილებლად დასვენების დრო ფაქტობრივად გაქრა, ნელ-ნელა შემოგვადნა ხელში, იმიტომ რომ თითქოს ისვენებ, მაგრამ სამსახური მაინც თან მიყვება, არის მოლოდინი რომ მე რა რო შვებულებაშია მაინც WhatsApp-ში გაგცემს პასუხს და ეს ხდება არა მარტო ორგანიზაციულ დონეზე, არამედ ხშირ შემთხვევაში რაღაც კულტურულ დონეზეც. მოლოდინია რომ აი ეს დიახაც სწორედ ეგრე უნდა იყო, სულ უნდა მუშაობდე. სულ პროდუქტიული უნდა იყო. იმიტომ რომ თუ არაფერს აკეთებ, რაღაცნაირად ცუდი ადამიანი გამოდიხარ, თუ სუსტი, თუ რა ვიცი რაც ქვია. არა და დღეს ვიცით რომ ეს ბრჭყალებში არაფრის კეთება არის სრულიად აუცილებელი. ახლა ნეირომეცნიერება და იმის ტერმინოლოგია არ არის ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ ვეცდები რომ რაც გავიგე, ის გაგიზიაროთ. საქმე, რომელიც მოითხოვს ყურადღების დაძაბვას, რთავს ტვინის აღმასრულებელი კონტროლის ქსელს, რომელიც არის გადასარევი რამე, მაგრამ ბევრ ენერგიას წვავს. როდესაც ეს სისტემა არის აქტიური რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ პრეფრონტალურ კორტექსში გროვდება გლუტამატი. რისი დანახვაც შეგვიძლია, მე რა თქვენ არ შეგვიძლია, მაგრამ სპეციალისტებს შეუძლიათ რომ დაინახონ მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპიის მეშვეობით. და ის იწვევს მერე მენტალურ გადაღლილობას, გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებ, ბევრ შეცდომას უშვებ და ტვინი გაქვს დაბინდული. ანუ აი დიდი ხნის მუშაობის მერე რო ხარ გადაღლილი და ვერ აზროვნებ, ეგ არის. ამის დასაძლევად საჭიროა რომ ტვინი გადაერთოს ნაგულისხმევი რეჟიმის ქსელში. ანუ ეს არის, როდესაც ვითომ არაფერს რო აკეთებ, კიდევ ერთხელ ბრჭყალებში, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს შვები. ერთ-ერთი ანალოგია, რომელიც მოჰყავთ ხოლმე, არ ვიცი, კომპიუტერებთან რამდენად ახლოს ახართ, მაგრამ დეფრაგმენტაციის პროცესს, როდესაც გადის hard drive-ი, დაახლოებით მსგავსი რამეა. თავისთვის მუშაობს ტვინი, რაღაცებს ალაგებს, ამ დროს ოცნებობ, წარსულზე ფიქრობ, მომავალს გეგმავ, თვით შემეცნებით ხარ დაკავებული. და ეს არის საჭირო რაღაც აუცილებელი. და მის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის რეიჩელ და სტივენ კაპლანების თეორია, ეგეთი ყურადღების აღდგენის თეორია, რომელიც ამბობს, რომ ბუნებაში დროის გატარება არის ნომერი პირველი. ამისათვის, იმიტომ რომ ზიხარ, ხეები, მდინარე მოჩუქჩუხებს, ნიავი, ღრუბლები მიდის და ეს ყველაფერი შენს ყურადღებას იქცევს, მაგრამ რაღაცნაირად პასიურად, დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. დაძაბული არ ახარ და ამ დროს საუკეთესოდ ხდება სტრესის მოხსნა და ენერგიების აღდგენა. და კიდევ ერთხელ ეს არ არის ზოგადი მტკიცება, რომ იცი ბუნებაში დროის გატარება კარგია, ხო, ისედაც ვიცით, მაგრამ ეს არის კვლევებით გამყარებული, აი ზუსტად რა უნდა ქნას ტვინმა, რომ დაისვენოს და მეერე უკეთესად იყოს შენს და ალბათ შენს გარშემო მყოფებიც. მაგრამ აქ პრობლემა ისევ იმაში გვიბრუნდება, რომ თუ ისევ სამსახური იჭრება შენს ტვინში დასვენების დროს, მაშინ ამ რეჟიმში ტვინი არ გადადის და ვითომ სტრესის მოსახსნელად წახვედი სადღაცა, მაგრამ სინამდვილეში ვერც ვერაფერი მოიხსენი. მაგრამ კაი, თუ ეს დასვენება ნეირობიოლოგიური პროცესია, რაც გვეუბნებიან მეცნიერები, რომ როგორ შეიძლება ეს ოპტიმალურად გავაკეთოთ. გვაქვს აქ რაღაცა კვლევა? კაია რომ იკითხეთ. იმიტომ რომ გვაქვს. და ახლა გაგიზიარებთ. არის ასეთი ჯესიკა დებლუმი, ჰოლანდიელი მეცნიერი არის, ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას იკვლევს და მან კოლეგებთან ერთად კაი კვლევა ჩაატარა, შეისწავლა თუ რა ხდება შვებულების დროს. ამ კვლევის თანახმად შვებულება დასვენება არის არა ნელი თანდათანობითი პროცესი, არამედ ძალიან სწრაფად ხდება. პირველ რამდენიმე დღეში სწრაფად იმატებს ენერგია, უკეთეს ხასიათზე მოდიხარ, ეს აღწევს პიკს მერვე დღეს. იმიტომ რომ პირველი რამდენიმე დღე მაინც აკლიმატიზაციისთვის გჭირდება და აი მერვე დღეს უკვე შეგიძლია რომ ბოლომდე მოეშვა პიკში ხარ, ოპტიმალურ ნეიროქიმიურ ბალანსს აღწევ. მერე კიდე იზრდება ეს, მაგრამ ნუ აი 14 დღის მერე ეს კარგად ყოფნა პლატოს აღწევს. არა ნუცუბიცის პლატოს, არა, უბრალოდ აღარ იმატებს, ერთ დონეზე არ. მაგრამ ეს ყველა შვებულება და არ დადეგები ერთნაირად ხوار ჩაგვიტარებია რა. ზოგჯერ უკეთესად დავისვენეთ, ზოგჯერ უარესად, რა ხდებოდა ამ დროს. ამაზეც გვაქვს პასუხი, რამდენიმე მეცნიერმა შეიმუშავა
სისტემა, რომელსაც დრამა მოდელი დაარქვა ლათინური ასოებით და ორი მოთი. მეორე ასო R არის რელაქსაცია, relaxation, ეგრე არის ინგლისურად, რაც ნიშნავს, რომ აქტივობების უმეტესობა, რასაც ამ დროს ჩავატარებთ, უნდა იყოს, აი ესეთი, მცირე ძალისხმევას უნდა მოითხოვდეს, არ უნდა გადაიძაბო, ამ დროს შეგინელდება გულისცემა, დაგიქვეითდება კორტიზოლი და იწყებ დასვენებას. A არის ავტონომია, ანუ შენით წყვეტ, სხვაზე არ ახარ დამოკიდებული, სად იყო, ვისთან ერთად იყო და რა გააკეთო. M არის mastery არის ინგლისურად, ოსტატობა ვთქვათ, ქართულად, მოდი, კაი, ეგრე გავაკეთოთ, ეს არის არასამსახურებრივი საქმეები, რომელიც რაღაც უნარს გამოგიმუშავებს. შეიძლება სპორტით დაკავდე, იქნება ხატვა გინდა, რა ვიცი, გიტარაზე დაკვრა ისწავლო, ცხენზე იჯდე, რაღაცა, რაც შენი იქნება, რაღაცას დაეუფლები, რაც აი შენი პროფესიასთან არ არის კავშირში. მეორე M არის ინგლისურად meaning არის, ჩვენ მოდი რაღაც მნიშვნელობა ვთქვათ, რატომაც არა, ეს არის ისეთი რამეების კეთება, რაც პირადად შენი ღირებულებებისთვის არის მნიშვნელოვანი და არ არის მაინდა-მაინც დაკავშირებული პროფესიასთან. ანუ აი რაღაც ზოგისთვის შეიძლება იყოს, რომ მუზეუმში მიხვიდე და ნახატები ნახოთ, სხვაებისთვის მუზეუმი სულ ერთია, მაგრამ თაში უნდათ რომ წავიდნენ, სტადიონზე მიხვალ, რაღაცა მატჩს დაესწრები, ანუ რაღაცა, რაც შენთვის არის მნიშვნელოვანი პირადად და არა საქმისათვის. და ბოლო A არის affiliation, ინგლისურად, ქართულად მოდი ვთქვათ, კავშირები, ეს არის სოციალური კავშირები, ოჯახთან, მეგობრებთან, რა ვიცი, კაი ხალხთან დროის გატარება. ანუ ამეებს თუ მოახერხებ და გამოიწვევ შენს ცხოვრებაში, მერე გამოვა რომ კარგად დაისვენებ. მაგრამ შეამჩნევდით ალბათ, რომ მეორე ასოდან დავიწყე, იმიტომ რომ პირველი ამ დრამას პირველი ასო D არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის detachment, მოწყვეტა, სამსახურის საქმეებისგან მოწყვეტა. ანუ ეგ თუ არქენი ვერ დაისვენებ. და ვიცი, უამრავი ხა მიყურებ და ცოტა ჩხუბით, რომ აი თქმა ადვილია, მიდი აბა გააკეთე და მესმის, ანუ ეს რაღაც მე ვაკეთებ და გიზიარებთ კი არ არის. წლებია წესერად არ დამისვენია, მაგრამ იცი რა არის, რომ აი ამ ვიდეოს ჩაწერის დროს, აი ამების კითხვის დროს, პირადად მე დამეხმარა ამ ინფორმაციის მიღება. რასნაირად დამილაგდა ინფორმაცია თავში. პირველ რიგში არ გიჩნდება ეს განცდა, რომ ესენი ხო ვიცოდი ახლა, რაც მოვისმინე და ხო რა ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი რომ აი ის რომ მე სულ მუშაობ და ეს კარგი არის აბსოლუტური სისულელე. სიძლიერე კი არ არის, სისუსტეა. პიროვნულადაც ცუდია და სოციალური კავშირებისთვისაც და თვითონ საქმისთვისაც. ეს დრამმაც, ხო იცი, აი, რა ვიცი, ჩამოვყევი თავიდან აფილიაცია, რაღაცა მასტერი და ვფიქრობ, რომ ხო ვიცოდი ესენი, მაგრამ ესე ჩამოყალიბებული დიახაც რომ არ ვიცოდი. და ეხლა რომ ვიცი, უფრო დამეხმარება რომ მე უკეთ დავგეგმო დასვენება. და კიდე ერთი რჩევა კიდე დანიელ კანემანია ეგეთი, რომელიც იკვლევდა დასვენების შემდეგ რამდენ ხანს მიყვება აი ამ დროს მიღებული ფსიქოლოგიური სარგებელი. და ასეთი რაღაცა დაადგინა, რომ ჩვენ გამოცდილებას, ანუ რამდენად კარგად დავისვენეთ, განსაზღვრათ არა საშუალო არითმეტიკულით, ანუ თქვათ, რომ 10 დღე მქონდა დასვენება, აქედან 6 იყო ნორმალური, 4 ისე რა, ამიტომ საბოლოო ჯამში კაი დასვენება გამომივიდა. არა, არ არის ეგრე. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ორი მონაცემი. თურმე ერთი არის რამდენად ინტენსიური იყო პიკი. ანუ ყველაზე კარგად რაც გააკეთე, რამდენად მოგანიჭა სიამოვნება, ინტენსივობა, როგორი ქონდა. და მეორე არის ბოლოსკენ ემოციური ტონი. ანუ პრაქტიკაში რო გადავთარგმნოთ, შეიძლება 2 კვირა იყოს სადღაც, არაუშავს რა დაისვენო, მე უკან წამოხვიდე და რაღაც აეროპორტში პრობლემები გქონდეს და რო ჩამოხვალ დაღლილი ხარ და თითქოს 2 კვირა არ წყობილ ხარ, წასული არცად. მაგრამ მეორე შემთხვევაში შეიძლება 9 დღე იყო სადღაცა, მერვე დღეს განსაკუთრებულად რაღაცა მწვერვალზე ახვედი, მონალიზა ნახე, ყვავილი ნახე, კარგი, არ ვიცი რა მოგწონთ თქვენ. მერე წყნარად დავბრუნდი სახლში და აი ეს შეიძლება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გამყვეს აქედან მიღებული სიამოვნება. ასე რომ ხო, რო შევაჯამოთ, ამ ყველაფერიდან ის დასკვნა გამოვიტანე მე, რომ როდესაც დაგეგმავ დასვენებას, ძალიან დაწურლებით რო არ კონდეს ჩამოწერილი ყველაფერი, არ უნდა გადაიძაბო, ადვილი სათქმელია, მაგრამ მაინც და მეორე რომ ყველაზე კარგი რაღაცა თუ გაქვს დაგეგმილი, ალბათ ჯობია მერვე დღისთვის, როდესაც უკვე დასვენებული ხარ და ყველაზე კარგად შეირგებ. ასევე რჩევა არის, რომ ჩამოხვალ მეორე დღე სამსახურში არ წახვიდე, რამდენიღაცა 1 ან 2 დღე გქონდეს, რომ დაუბრუნდე ისევ შენ სამუშაო პერსონას. ცოტა მეუხერხულება ხოლმე ამ რჩევების თქმა, იმიტომ რომ ვკითხულობ, მე თვითონაც ვეკამათები ამ მეცნიერებს, რომ ძალიან კაია, ეგრე სად არის, მაგრამ რავი, უნდა ცადო მაინც. იმიტომ რომ შენ თუ არ იბრძოლებ საკუთარი დასვენებისთვის, არავინ არ მოვა და გეტყვის, რომ მიდი დაისვენე, გჭირდებაო. არა. გიწევს რომ იბრძოლო ამისათვის. რაც არ არის კარგი. რისთვის ბრძოლაც არ გიწევს ადამიანს, არის ის რომ გამოიწერო არხი, საშინელი გადასვლა გავაკეთე, მაგრამ გამოიწერეთ არხი, ან მოიწონეთ ვიდეო, კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ორ კვირაში ერთხელ ხუთშაბათობით დაგველოდეთ ხოლმე.